მოგესალმებით. ესეც დაპირებული live ჩართვა. ცოტა ხანი ჯობს რომ დავალოდოთ, სანამ შემოგვეერთდებიან ჩვენი მაყურებლები. და მეც აუცილებლად გაგაცნობთ ჩვენი დღევანდელი live რუბრიკის თემას. რომელიც დღეს თქვენთვის მოვამზადე. შეგახსენებთ, რომ ეს არის ყოველ კვირეული დავითიანის ფსიქოლოგიის ცენტრის მიერ შემოთავაზებული live რუბრიკა, რომელიც სადღაც მესამე live-ია თუ სწორად მახსოვს. თუ სწორად არ მახსოვს, შეგიძლიათ შემისწოროთ. უკვე მეოთხე live-ია, მე მგონი თუ მესამე. რაც დავიწყეთ და კიდევ ერთხელ ვინც ახალი შემოერთებულია, ესე ვთქვათ, ვეტყვი და შევახსენებ იმას, რომ ყოველ შაბათს 7 საათზე შემოგთავაზებთ ხოლმე live რუბრიკებს, გამომდინარე ჩვენი ახლანდელი ამჟამინდელი მდგომარეობისა, ამჟამინდელი სიტუაციისა, შემოგთავაზებთ ფსიქოგანათლებაზე მიმართულ live რუბრიკებს, რომელსაც ჩავატარებ ხოლმე მე, ფსიქოლოგი ნინო თოფურია, დავითიანის ფსიქოლოგიის ცენტრის სახელით და რა თქმა უნდა, ყოველი live-ის განმავლობაში, რაც არაერთხელ მიხსენებია უკვე თქვენ შეგიძლიათ რომ დაწეროთ თქვენთვის საინტერესო შეკითხვები, თქვენთვის საინტერესო თემები და მე ყოველ მომდევნო live-ზე აუცილებლად გავითვალისწინებ ხოლმე თქვენს თხოვნებს და ვეცდები ხოლმე რომ ზუსტად ამ თემებზე შემოგთავაზოთ ხოლმე ჩართვები. რაც შეეხება დღევანდელ თემას, პირველ რიგში მინდა რომ მოგიკითხოთ და კარგი იქნება თუ თქვენც დამებრუნებთ ხოლმე უკავშირს და მეტყვით თავს როგორ გრძნობთ ამჟამინდელ მდგომარეობაში, დღეს როგორია თქვენი ემოციური მდგომარეობა, როგორ გრძნობთ თავს, რა განცდები გაქვთ და ასე შემდეგ. ვინაიდან ეს ჩემთვის ძალიან საინტერესო იქნება, რადგან არ მინდა რომ ეს live-ი დაემსგავსოს მხოლოდ მონოტონურ ლექციას, არამედ ჩემთვისაც ძალიან სასიამოვნო იქნება თუ თქვენც ჩაერთვებით და დამებრუნებთ ხოლმე უკავშირებს. შემდგომ live-ებს უკვე ვაპირებ რომ ცოტა ისეთი ინტერაქციული გავხადო, ესე ვთქვათ და თქვენგანაც მივიღო უფრო მეტი უკავშირი, იმიტომ რომ სიმართლე გითხრათ, დანაკლისი მაქვს მე პირადად უკავშირის. იქნება ეს კითხვები თუ იქნება ეს უბრალოდ თქვენი გამოცდილების გაზიარება, ვფიქრობ რომ ბევრად საინტერესო იქნება თუ ერთობლივი ძალებით გავამდიდრებთ ჩვენ live რუბრიკას. ეს იყო ის თქმაც მინდოდა. ეხლა რაც შეეხება დღევანდელ თემას. დღევანდელი თემა წინა თემისგან განსხვავდება, თუმცა მე მინდა ჩავურთო ესეთი რაღაც. მე მახსოვს რომ წინა live რუბრიკის პროცესში ნათია მაქაძემ დაგვიწერა კითხვა და მე უბრალოდ ჩვენი ფორმატიდან გამომდინარე ვერ მოვასწარი რომ მისთვის შეკითხვაზე პასუხი გამეცა, არ მინდა რომ გამოვიდეს ისეთ თქოს დანაპირებს არ ვასრულებ, ვინაიდან მე გითხარით რომ ანუ რა შეკითხვებსაც თქვენ გამომიგზავნით, ვეცდები ყოველს გავცე პასუხი მეთქი. ამიტომ ნათია მაქაძის საპატივსაცემოდ ესე ვთქვათ, მინდა გავაჟღერო ახლა live-ში ის კითხვა, რომელიც მან დასვა და ვეცადე რომ გავცე პასუხი. სხვა შემთხვევაში ნათიას შეუძლია უფრო დააკონკრეტოს თავის შეკითხვა თუ პასუხი არ იქნება მისთვის ამომწურავი. მას შესადამე წინა live რუბრიკა ჩვენ გვქონდა ჩიხში მოქცეულ ჩიხის თემაზე უფრო სწორად და ნათიამ დაგვისვა ესეთი კითხვა, რა ხდება მაშინ, როდესაც დაბალი თვით შეფასება ხელს მიშლის ჩიხიდან გამოსვლაშიო. პირველ რიგში ნათიას მადლობა აქტიურობისთვის და კითხვის გამოგზავნისთვის. ეხლა რაც შეეხება პასუხს. მე მინდა ვთქვა ესეთი რაღაც, რომ დაბალი ან მაღალი თვით შეფასება არ არის ერთგვარი დიაგნოზის თუ სტიგმა. ეს არის უბრალოდ მდგომარეობა, რომელიც უნდა გავაცნობიეროთ. პირველი და ძალიან დადებითი არის ის, რომ როდესაც ადამიანმა უკვე იცის და განსაზღვრული აქვს, როგორი სახის თვით შეფასება აქვს მას, ეს უკვე ძალიან დიდი რესურსული ინფორმაციაა მისთვის. შესაბამისად ის, რომ ადამიანმა უკვე იცის, რომ მას აქვს დაბალი თვით შეფასება, უკვე რესურსულია. ეხლა ნახეთ რა ხდება. პრობლემა მაშინ არის პრობლემა და მაშინ მაკონტროლებს მე, როდესაც არ ვიცი ამ პრობლემას რა ქვია და პრინციპში არც ის ვიცი, რომ საერთოდ მაქვს თუ არა პრობლემა. შესაბამისად, როდესაც ადამიანს უკვე შეუძლია განსაზღვროს, რომ მას აქვს პრობლემა და მეორე მას აქვს ამ პრობლემაში პლუს ბონუსად დაბალი თვით შეფასებაც, ეს უკვე არის გაცნობიერებული თემა, რომ მე ვარ თქვათ ნინო და მე მაქვს დაბალი თვით შეფასება. ანუ მე უკვე ვიცი, რომ მე მაქვს დაბალი თვით შეფასება. შესაბამისად, ნახეთ, განაჩენი არ არის, რომ გაქვს დეპრესია, გაქვს სტრესი, ან გაქვს დაბალი თვით შეფასება. ეს არ არის განაჩენი, ეს არის უბრალოდ გაცნობიერება, ანუ მეორე ეტაპი, იმიტომ რომ პირველი ეტაპი არის, როცა შენ ხვდები, რომ გაქვს პრობლემა. მეორე ეტაპი არის, როცა ამ პრობლემის იდენტიფიცირებას ახდენ, ანუ რა ქვია ამ პრობლემას, რა არის ეს პრობლემა. და ამ შემთხვევაში ადამიანმა გააცნობიერება
გავიარე რომ აშკარად აქვს პრობლემა და მეორე მიხვდა რომ ეს პრობლემა თურმე ყოფილა დაბალი თვითშეფასება. ამის შემდეგ უკვე ადამიანის პასუხისმგებლობაში შემოდის რა ქმედებას გააკეთებ შენ იმისთვის, რომ დაძლიო ეს დაბალი თვითშეფასება. თუ შენ ჩათვლი რომ არაფერი არ უნდა გააკეთო და იცი რა არის ეს ჩემი განაჩენია და დიაგნოზია ეს დაბალი თვითშეფასება და მე ამას ვერაფერს ვერ გავუკეთებ, ესეც გარკვეულწილად მართალი იქნება, იმიტომ რომ თუ შენ არაფერს გააკეთებ დაბალი თვითშეფასების ასამაღლებლად, ესე რომ ვთქვათ, მაშინ გამოდის რომ ეს დაბალი თვითშეფასება შენი პიროვნების ნაწილი გახდება და ჩვენ ვიცით რომ თუ რაიმე პრობლემას ასე ვთქვათ, ხელს არ შეუწყობთ, რომ ეს პრობლემა მოგვარდეს, ეს პრობლემა მუდმივად პრობლემად დარჩება. ამიტომ პირველი და მნიშვნელოვანი, რასაც ვიტყოდი, ჩიხში მოქცევის დროს, თუ მე ვიცი, რომ აქვს დაბალი თვითშეფასება, მე უბრალოდ გარკვეული სტრატეგიები უნდა შევცვალო და არა ის, რომ არაფერი გავაკეთო და ვიძახო, რომ მე მაქვს დაბალი თვითშეფასება. დაბალი თვითშეფასების მქონე ადამიანებს მე პირადად მართლა ვურჩევდი ფსიქოთერაპევტის მომსახურებით ესარგებლად, იმიტომ რომ ასე გაცილებით უფრო მარტივად და მოდი ესე ვიტყვი, მოკლე დროში შეიძლება რომ მოაგვარო შენი პრობლემა, ან იპოვო პრობლემის საწყისი, თუნდაც ის რატომ მაქვს დაბალი თვითშეფასება, რატომ ვიტანჯები ამ ყველაფრით და პლუს ფსიქოთერაპევტი კარგად გასწავლის ტექნიკებს, როგორ შეიძლება ებრძოლო ამ შენს დაბალ თვითშეფასებას და ის აამაღლო ადეკვატურ თვითშეფასებამდე, ესე რომ ვთქვათ. ამიტომ მე მაინც ვიტყოდი რომ თუ არ გსურს რომ ეს ჩვენი პრობლემის მოგვარება დროში გახანგრძლივდეს, ძალიან კარგი იქნება თუ მემართავთ ფსიქოთერაპევტს. თუ არა და არის მეორე ვარიანტიც, თვითანალიზით შეგვიძლია დავკავდეთ. საიდან მოდის ეს ჩემი დაბალი თვითშეფასება? რა არის ეს ჩემი დაბალი თვითშეფასება? ანუ კონკრეტულად რა ნაწილში მაქვს თვითშეფასება დაბალი? იმიტომ რომ აი მაგალითად არის შემთხვევები, როცა ადამიანს მაგალითად თავის ფიზიკური მონაცემები ძალიანაც მოსწონს და ამ კუთხით საკმაოდ მაღალი თვითშეფასება აქვს, მაგრამ პროფესიულად შეიძლება თვლიდეს, რომ იმ პროფესიაში რაშიც არის იმჟამად არის ძალიან სუსტი და ანუ ამ ნაწილში იყოს დაბალი თვითშეფასების. ანუ ისიც მნიშვნელოვანია გავარჩიოთ რა ნაწილში გვაქვს ეს დაბალი თვითშეფასება. იმიტომ რომ დაბალი თვითშეფასების გენერალიზება ხდება ხოლმე ხშირ შემთხვევაში, რომ არის მე მაქვს დაბალი თვითშეფასება ურთიერთობებში, დაბალი თვითშეფასება სამსახურში, დაბალი თვითშეფასება ვთქვათ სოციალურ ცხოვრებაში, რაში გაქვს დაბალი თვითშეფასება. ესეც ძალიან მნიშვნელოვანია სხვათა შორის რომ ნაპოვნი იქნას. თუ არა და ჩიხიდან გამოსავლის პოვნაში მე ესე ვიტყოდი, რომ დიდი არსებითი მნიშვნელობა არ აქვს სიმართლე რომ გითხრათ. ადამიანს დაბალი თვითშეფასება აქვს თუ მაღალი. თუ არის საკამარისი სურვილი, ისევ გავიმეორებ, იმისა, რომ ადამიანს სურს გამოვიდეს ამ ჩიხიდან, გამოვიდეს ამ ჩაკეტილი მდგომარეობიდან, მას შეუძლია ისევ და ისევ თხოვოს დახმარება კომპეტენტურ ადამიანს, გაუზიაროს თავის პრობლემა ავტორიტეტ ადამიანს, ისეთ ადამიანს, ვინც იცის, რომ დაეხმარება, ან მისცემს ისეთ რჩევას და მიმართულებას, რომ გამოვიდეს ამ სიტუაციიდან, ან არა და თავისუფლად შეუძლია მიმართოს მედიტაციებს, იოგებს, სხვადასხვა ფიზიკურ აქტივობებს დაუკვირდეს საკუთარ თავს ამ მდგომარეობაში, როგორი ვარ, რანაირი ვარ. ასევე ძალიან კარგი ტექნიკაა დაბალი თვითშეფასების სასამაღლებლად, სარკეში საკუთარ გამოსახულებას დააკვირდე და კონტაქტი დაამყარო, რა მომწონს ჩემს თავში და რა არ მომწონს. ანუ რა არის ჩემი მიღებული ნაწილი და რა არის მიუღებელი ნაწილი. ჩიხი, სიმართლე რო გითხრათ, დაბალი თვითშეფასების ადამიანებს, თუმცა საკმარისად ძლიერი ფსიქიკა აქვთ, მოდი ესე ვიტყოდი, ჩიხი საკმაოდ რესურსული შეიძლება იყოს დაბალი თვითშეფასების მქონე ადამიანებისთვის, ვისაც აქვს ძლიერი ფსიქიკა და რა კუთხით. მე შეიძლება აი ამ ჩიხმა, ესე ვთქვათ, სილა გამაწნას, როგორც დაბალი თვითშეფასების მქონე ადამიანს და მითხრას, რომ იცი რა არის, შენ რაღაცას არასწორად აკეთებ, მოდი ახლა დააპაუზე, შეხედე შენს თავს რას უკეთებ და ნახე როგორი რესურსული ხარ, ნახე რა შეგიძლია. შესაბამისად, პირიქით, ანუ დაბალი თვითშეფასების მქონე ადამიანისთვის ვფიქრობ, რომ ჩიხი ზუსტად ის არის, რომ თავისი შაბლონური და უკვე შეჩვეული სცენარები ხელახლა გადააფასოს და ხელახლა გადაიხედოს ერთი სიტყვით, რას აკეთებს არასწორად და რატომ უკეთებს თავის თავს ამას. იმიტომ რომ სიმართლე რომ გითხრათ, დაბალი თვითშეფასება მოდის საკუთარი თავის სიყვარულიდან. ანუ ნომერ პირველი მე საკუთარი თავის მიმართ რა თვითშეფასება მაქვს, ძალიან არის ღრმა კავშირში იმასთან, მე მიყვარს თუ არა საკუთარი თავი, მე ვიღებ თუ არა საკუთარ თავს ისეც როგორიც ვარ. იმიტომ რომ არის ხოლმე შემთხვევები, რომ მე საკუთარ თავს მარტო ბედნიერს და წარმატებულს და ლამაზს ვიღებ, მაგრამ არ ვიღებ თქვათ ჩიხში მყოფს, ცუდად მყოფს, ანუ ისეთ მდგომარეობაში მყოფს, როცა მე რესურსები არ მაქვს და ზუსტად ეგ არის, რომ ანუ
პირველი ნაბიჯი ჩიხიდან გამოსვლაში შეიძლება დაიწყო იმით, რომ თვით ანალიზით დაკავდეს, საიდან მოდის ეს შენი დაბალი თვითშეფასება. თუმცა მე მაინც ვიტყოდი, რომ ალბათ დაბალ თვითშეფასებასთან ყველა ჩვენგანს გქონია გარკვეულწილად მაინც შეხება და აი ჩემი გამოცდილებითაც რო გითხრათ, ყველა ეფექტური არის მაინც, თუნდაც რამდენიმე სესია გაიაროს კომპეტენტურ ფსიქოთერაპევტთან და ის უკეთ გირჩევს და გაპოვნინებს ერთი სიტყვით იმ გამოსავალს, აი როგორ შეიძლება რომ აიმაღლო დაბალი თვითშეფასება. თუმცა მე ვიტყოდი, რომ ჩიხი ამაში ხელს გვიშლის. პირიქით, ან თუ სწორად დააკვირდებით, თქვენი დაბალი თვითშეფასება შეიძლება ზუსტადაც იმ ჩიხის მომენტში იმდენად ადეკვატურს მიაღწიოს, რომ მიხვდეთ ზუსტად ამ ჩიხში არსებობის დროს, რომ ზუსტად ეს ყოფილა ის მდგომარეობა, რომელიც მე დამეხმარა საკუთარი თავი მიმეღო და უფრო მეტად შემყარებოდა. ეს რაც შეეხება ნათია მაქაძის შეკითხვაზე პასუხს, ძვირფასუნათია თუ გაქვს კიდევ კითხვები, შეგიძლიათ ამამად გამომიგზავნოთ და ვეცდები რომ უფრო დაგიკონკრეტო მეც პასუხი. პირველ რიგში მადლობა მოსმენისთვის. ეხლა კი გადავალ იმათვის, ვინც ეხლა შემომიერთდა, გადავალ ახალ თემაზე, ის რაზეც მინდა რომ დღევანდელ რუბრიკაში გესაუბროთ. დღეს ძალიან დიდი ხნით არ შეგაწყენთ თავს, თუმცა მინდა რომ რაღაც საკვანძო შეკითხვებით დაგიტოვოთ, რაზეც ძალიან დიდი სურვილი მექნება რომ დაფიქრდეთ. ეს თვითანალიზისთვის გამოიყენოთ და თუნდაც შემდეგი რუბრიკისთვის უკვე თქვენი გამოცდილებები გავაჟღერო ხოლმე ლაივში, იმიტომ რომ მე მგონი ბევრად საინტერესო იქნება თუ ეს იქნება ინტერაქციული და არ იქნება მხოლოდ ჩემი მიერ შემოთავაზებული თემები, არამედ როდესაც რაიმე თემა იქნება, მე მგონი უმჯობესია თქვენ თვითონაც შემომთავაზოთ თქვენი პირადი გამოცდილებები ამ არსებულ თემასთან დაკავშირებით და უკვე მე სხვანაირად გამოყვებით საუბარში და მე მგონი ბევრად საინტერესო და ინტერაქციული გამოგვევა ეს ჩვენი შეხვედრა. ეხლა რაც შეეხება დღევანდელ თემას, დღეს მინდა გესაუბროთ ენერგიებზე. მუზა მომივიდა ერთი სიტყვით იმისა, რომ დღევანდელი ლაივ რუბრიკა ჩამეწერა სწორედ ენერგიების თემაზე. კერძოდ ინტერნეტში გადავაწყდი ესეთ ფრაზას და ძალიან მომეწონა, რომელიც ეხებოდა რას, რომ ანუ სადაც არის ჩვენი ყურადღება მიმართული, ჩვენი ენერგიაც იქით მიედინებაო, ესეთი შინაარსის იყო. და დავფიქრდი ესეთ რაღაცაზე, რომ მართლაც რისკენ არის მიმართული ჩვენი ყურადღება. თქვენგანაც მაინტერესებს თუ ვინმე გამიზიარებს თავისას ძალიან ასიამოვნები დავრჩები, სხვა შემთხვევაში კი მე თვითონ შემოგთავაზებთ ენერგიების შესახებ რაღაც მოკლე მიმოხილვას. ძალიან საინტერესოა მართლაც აი დღევანდელ ცხოვრებაში, როდესაც უკვე ჩვენი დრო თითქოს შენელდა, ჩვენი პასუხისმგებლობებით თითქოს გარკვეულწილად მარტივი გახდა, მოდი ესე ვიტყვი, იმიტომ რომ ყველა გვეუბნება რომ სახლში დარჩი, კომფორტულად იყავი, ოღონდ გარეთ არ გამოხვიდე და წესები არ დაარღვიო და რეალურად რჩება ესეთი რაღაც, რომ თითქოს სამყარომ გვაიძულა, გავჩერდეთ, დავპაუზდეთ და გვინდა არ გვინდა საკუთარ თავს ჩავეძიოთ. იმიტომ რომ ჩემი გამოცდილებიდანაც და პრაქტიკიდანაც გამომდინარე, ადამიანების უმრავლესობას ეშინია საკუთარ თავთან მარტო დარჩენის, ეშინია ფიქრის, ეშინია საკუთარი თავისთვის კითხვების დასმის, ვინ ვარ, რა მინდა, რამდენად ის ვარ, ვისადაც ვანახებ თავს, რამდენად შესაბამისობაშია ჩემი სოციალური იმიჯი ჩემს პიროვნებასთან, რამდენად ვარ ის, ვინც მინდა რომ ვიყო. ერთი სიტყვით, ამ სიტუაციამ გვაიძულა ყველანი სახლებში შევიკეტოთ და ჩავიძიროთ საკუთარ თავებში, ვეძიოთ საკუთარ თავში პრობლემები, მოდი ესე ვიტყოდი, სამუშაო თემები, გვიყვარს თუ არა საკუთარი თავი, საკუთარი თავის შესახებ როგორი წარმოდგენა მაქვს, ნეგატიური თუ პოზიტიური, ჩემი ფიქრები უმეტესად რისკენ არის მიმართული, რაზე ვფიქრობ ძალიან ხშირად, ძილის წინ დღის განმავლობაში, მაშინ როდესაც მარტო ვრჩები საკუთარ თავთან, რამდენად უკვირდებით საკუთარ თავს, რაზე არის თქვენი ფიქრები მიმართული. ეს არის წარსული ვთქვათ, გამოცდილებებისკენ მიმართული, ეს არის აწყოში არსებული ენერგიები თუ ეს არის პირიქით, ანუ თქვენი ენერგიები მიმართულია მომავალში. სად ხართ თქვენ? სად არის თქვენი ფიქრები? სად არის თქვენი განცდები? ძალიან საინტერესოა ის თემა, რომ როდესაც ჩვენ გვაქვს ცხოვრების სწრაფი ტემპი, სადაც უფრო აი მატერიალური თემებია წამყვანი და გვინდა არ გვინდა, რაც უფრო ამ სამყაროში, ესე ვთქვათ, სამყაროს ესეთი წესი აქვს, რომ რაც უფრო სწრაფი არის შენი ტემპი,
ტემპი მით უფრო ვერ ირგებ ცხოვრებას. განცდები გამორთული გაქვს და უმეტესად გინდა არ გინდა გერთვება გონება და ირთვება ნებელობა. ანუ რეალურად დატვირთულია ყოველთვის ჩვენი გონება და ფეხები, მაგრამ აი ეს ნაწილი, აი გულმკერდის და მუცლის ნაწილი, რომელსაც ვეძახით ხოლმე, ხო, მზის წნულს, რასაც ეძახიან, ჩაკრებს, რასაც ვეძახით, ხო? ანუ ემოციების, განცდების და გრძნობების ნაწილი უფრო უგულებელ ყოფილია და გარაციონალურებულია ამ სწრაფ ტემპში. და ნახეთ რა ხდება, როდესაც ჩვენ ჩერდებით, როდესაც თითქოს დრონელდება და როდესაც პასუხისმგებლობებიც ასე ვთქვათ დაბლა იწევს და არ გვაქვს იმდენი პასუხისმგებლობა, ვთქვათ, რაც გქონდა ადრე. და უცებ ხდება რა? ვინ ვრჩები მე ამ ჩემი როლების, ამ ჩემი პასუხისმგებლობების გარეშე? ვინ ვარ მე, როცა ვრჩები საკუთარ თავთან? როგორი ვარ? მომწონს ეს პროცესი? მანერვიულებს? შფოთვა მემატება? მინდა რომ უფრო მეტი დრო დაუთმო ჩემს თავს. აი როგორია თქვენთვის საკუთარ თავთან გატარებული დრო. რამდენიმე ვარიანტს ვიტყვი, რა თქმა უნდა უტრირებულად, თორემ აი ისევ და ისევ გავიმეორებ, რომ ეხლა გვიყურებს სადღაც 62 ადამიანი, როგორც მე ვხედავ და წარმოგიდგენთ, ეხლა 62-ვე, უკვე 63 ადამიანი, თუნდაც ჩემი ჩათვლით, ყველა ჩვენთაგანს სხვადასხვა განცდები აქვს, როდესაც საკუთარ თავთან რჩება მარტო. ზოგისთვის ეს შეიძლება იყოს სასიამოვნო პროცესი და პირიქით, ანუ 1000 აზრი აქვს, 1000 კრეატიული შემოქმედებითი აქტივობა მოსდის გონებაში, 1000-ნაირი იდეა, სხვადასხვა რაღაცას ახორციელებს, ან მაგალითად YouTube ტუტორიალებს უყურებს და იქიდან რაღაც შემოქმედებით სათამაშოებს აკეთებს, ხელნაკეთ ნივთებს აკეთებს, ზოგიერთი პირიქით ფიზიკურ აქტივობას უფრო მეტად ტვირთავს, ზოგიერთი იწყებს წერას, ბლოგის მართვას. ანუ ერთი სიტყვით, სხვადასხვა ადამიანი სხვადასხვანაირად ერგება ამ სიტუაციას, მოცემულ სიტუაციას. და როგორია თქვენი მორგება, რას აკეთებთ თქვენ, როდესაც რჩებით საკუთარ თავთან მარტო. ძალიან საინტერესოა, სხვათა შორის დასაკვირვებლად ის, რომ აი როდესაც მე მარტო რჩები ჩემს თავთან, როგორია ჩემი პირველი რეაქციები. მეშინია ამისი? ვიწყებ მაშინვე ტელეფონში ქექვას, კომპიუტერში ქექვას, ვიწყებ ბევრი ფილმის ყურებას, წიგნის კითხვას. ანუ თუ ჩვენ გვიჭირს საკუთარ თავთან 5 წუთიც კი მარტო დარჩენა და ვცდილობთ რომ რაღაც აი გარეგანი თემები მოვიშველიოთ იმისთვის რომ ვაი და ჩემს თავთან მარტო არ დავრჩე და ფიქრები არ ჩამერთოს, თუ ეს არის თემა ის რომ მე პირიქით ვჩერდები ამ პაუზაში, ამ სიჩუმეში ვაკვირდები ჩემს თავს და უბრალოდ არაფრის კეთებით ვიღებ სიამოვნებას. რამდენად შეგიძლიათ არაფრის კეთებით მიიღოთ სიამოვნება და რამდენად ცდილობთ იმ სიჩუმეში დარჩესთ თუ სიჩუმეს გაეკცეთ, იმიტომ რომ ძირითადად სიჩუმეში ყოფნა მაინც საკუთარ თავთან ურთიერთობას ნაცვლად გვანახებს და ზუსტად ადამიანის ფარული შიშიც ის არის, რომ მე მეშინია დავრჩე საკუთარ თავთან, იმიტომ რომ რეალურად მას არ ვიცნობ. ზოგადად ადამიანის ფსიქიკა არის მოწყობილი ისე, რომ ჩვენ გვეშინია იმისი, რაც ჩვენთვის არის გაურკვეველი, რაც ჩვენ არ ვიცით. შესაბამისად, როდესაც მე მეშინია საკუთარ თავთან მარტო ყოფნის და ან ვცდილობ რომ მაგალითად არ ვიცი, ლაივ ჩართვებით ვიღაცები შემოვიკრიბო და მათ ვესაუბრო, ან ვცდილობ რომ რაღაც ჩატი გავაკეთო, სადაც სხვა ადამიანებს მივწერ. ანუ მე მჭირდება სხვა ადამიანები თუ მე ჩემ თავისთვის ვარ თვითკმარი. ძალიან საინტერესოა ეს შეკითხვები, ალბათ დამეთანხმებით და მხოლოდ დაპაუზებულ, შენელებულ სიტუაციაშია შესაძლებელი აი ამ ყველაფერს დააკვირდა საკუთარ თავში. სხვა შემთხვევაში უბრალოდ დაჩქარებულ ტემპში, დაჩქარებულ ცხოვრებაში შეუძლებელია ამ ყველაფერს დაუკვირდე, იმიტომ რომ გინდა არ გინდა შენი გონება მაინც წასულია მატერიალურისკენ. მაგალითად, ანუ როგორ გავზარდო ჩემი სოციალური სტატუსი, როგორ მოვიპო უფრო მეტი გავლენიანი ადამიანი, როგორ შევიძინო მეგობრები, როგორ ვიყო მოსაწონი სხვისთვის, მაინც ჩვენი გონება, როდესაც ვართ ჩართულები სოციუმში, მიმართულია ამისკენ, რა გავაკეთო ისეთი, რომ სოციუმს მოვეწონო, რა გავაკეთო ისეთი, რა შევმატო ჩემს იმიჯს, რომ ვთქვათ, სხვებმა შემაქონ, სხვებისთვის ვიყო მოსაწონი, უფრო მეტი მეგობარი ვყავდეს. და ნაკლებად ვფიქრობთ იმაზე, აი მე როგორც პიროვნებას, მე როგორც ნინოს რა მომწონს, მე მომწონს თუ არა ჩემი თავი როგორიც ვარ და არა სხვა ადამიანებს მოვწონვარ თუ არა მე როგორიც ვარ. იმიტომ რომ ნახეთ, როდესაც შენ უკვე იძულებული ხარ, გაჩერდე და საკუთარ თავთან დარჩე მარტო და დააკვირდე, ზუსტად ამ დროს, როგორ თქვა,
თითქოს ყველაფერი რისი გამალვაც შეგეძლო აი ამ სისწრაფეში და ბევრ ადამიანთან ურთიერთობის ხარჯზე ეხლა ვეღარ მალავ, იმიტომ რომ საკუთარ თავს ხომ ვერ მოატყუებ. ჩვენ შეგვიძლია ვიცხოვროთ, რა თქმა უნდა, ილუზიებში და ბევრი ჩვენგანი ამას მიმართავს ხოლმე რაღაც გარკვეულ მომენტებში და ეს შვებაც არის მოცემულ მომენტებში, მაგრამ ილუზიაში ვერ იცხოვრებ დიდხანს და საკუთარ თავს ვერ მოატყუებ დიდხანს, იმიტომ რომ რეალურად ჩვენ მაინც ვიცით რა არის სიმართლე, ოღონდ ღრმა ქვეცნობიერში, სადაც უბრალოდ საიდანაც უბრალოდ არ ამოგვაქვს ის კონკრეტული ინფორმაცია, თორე აი ქვეცნობიერსაც ძალიან საინტერესო თვისება ისე აქვს, რომ როდესაც ესე რომ ვთქვათ, ადამიანი გადადის პიროვნული განვითარების მაღალ საფეხურებზე, თითქოს შენი ფსიქიკაც, შენი ქვეცნობიერიც, შენი ორგანიზმი ხვდება, რომ აი ახლა ამას უკვე აქვს იმის რესურსი, რომ ის რაღაც, რაც ადრე არ შეეძლო გაეცნობიერებია და რესურსად მიიღო, ახლა შეუძლია რომ მიიღოს. შესაბამისად, არ ქონია შემთხვევა, როდესაც მაგალითად ისეთი რაღაც ამოგიტივტივდა და ისეთი რაღაც გააცნობიერე ქვეცნობიერის ღრმულებიდან, რომ აი ადრე მაგალითად არც იფიქრებდი, რომ ეს შენში იყო. აი მაგალითად თუ ძალიან გეზიზღებოდნენ და გაღიზიანებდნენ ნარცისი ადამიანები, ანუ ადამიანები, რომლებიც თავს იწონებენ, მუდმივად საკუთარ თავზე საუბრობენ, საკუთარი თავით არიან შეპყრობილები, თუ შენ მუდმივად ესენი გაღიზიანებდნენ, ნახეთ, უცებ დგება რაღაც მომენტი და შენ უცებ საკუთარ თავში აღმოაჩენ მიუღებელ ნარცისს. ანუ მე ნარცისები მაღიზიანებდნენ იმიტომ, რომ მე თვითონ ჩემი ნაწილი არის რაღაც გარკვეული ნარცისული, რომ მეც ვარ თავმომწონე, მეც მიყვარს ჩემი თავი, მეც მინდა ჩემს თავზე საუბარი, მაგრამ ამას ვერ ვახერხებ, იმიტომ რომ მგონია რომ კარგი ადამიანის ქცევის პატერნში არ ჯდება აი ეს ნარცისიზმი, მაგრამ როცა ამას სხვა აკეთებს იმას, რაც მე მინდა, მაგრამ არ გამომდის, მეშინია ბლოკები მაგ, რა თქმა უნდა, ეს ჩემში იწვევს გაღიზიანებას. და ამას მხოლოდ მაშინ აცნობიერებთ, როდესაც თქვენი ორგანიზმი, თქვენი ფსიქიკა ჩათვლის, რომ თქვენ ხართ ამისთვის მზად, ხართ იმისთვის მზად, რომ გააცნობიეროთ ის, რომ თქვენ ხართ ნარცისი და ამიტომ ვერ იღებთ ნარცისებს და ამიტომ გაღიზიანებენ ნარცისები. ამიტომ ძალიან მნიშვნელოვანი მომენტი დგება იმაზე, თუ შენ შეგიძლია გააცნობიერო და დაფიქრდე. რაზე არის კონცენტრირებული შენი ყურადღება? რაზე არის კონცენტრირებული, თქვათ 24/7-ზე შენი ფიქრები? ჩვენი ფიქრები, გვინდა არ გვინდა, ყოველთვის ერთსა და იმავე თემაზე და ერთსა და იმავე საგანზე ვერ იქნება მიმართული, იმიტომ რომ ცხოვრება იცვლება, სხვადასხვა ადამიანებს ვხვდებით, სხვადასხვა საქმეები გვაქვს გასაკეთებელი, სხვადასხვა პრობლემები იჩენს თავს, ამიტომ რაღაც ერთზე არასდროს არ ვართ ორიენტირებულები, ხომ ესეა? ანუ ჩვენი ფიქრები იცვლება სიტუაციის და მიხედვით, ხო? მაგალითად, ადრე თუ გვაინტერესებდა რა ფერის კაბა გვეყიდა და ეს იყო მარტო ჩვენი პრობლემა, ახლა უკვე მოცემულ მდგომარეობაში თვითგადარჩენაზე ვართ ორიენტირებულები და ტელევიზორს რო ვრთავთ, პირველი რაც გვაინტერესებს, ეს ის არ არის, რა არის მოდური და რა არის ტრენდული დღეს ტანის ამოსის კუთხით, არამედ გვაინტერესებს რა ხდება მსოფლიო მდგომარეობით, რა ხდება, ანუ ჯანმრთელობა წამოვიდა უკვე პრიორიტეტად, ჩვენი თვითგადარჩენა და ჯანმრთელობა არის უკვე პრიორიტეტული და არა რაღაც მოდური ტრენდები, ხომ ასეა? შესაბამისად, დროთა განმავლობაში იცვლება რა თქმა უნდა ჩვენი კონცენტრაცია და ჩვენი ყურადღების ფოკუსი. თუმცა მე მაქვს საუბარი რაზე? პროცენტულად, მეტი პროცენტულობით რა არის ის ფიქრები, რაზეც თქვენ კონცენტრირდებით და არის აკლიატებული თქვენს გონებაში. მე მოვიყვან რამდენიმე შაბლონურ მაგალითს და უფრო მარტივად მიხვდებით, რას გულისხმობ და რაზე მაქვს საუბარი. აი მაგალითად, როდესაც ადამიანს უმეტესად აქვს ესეთი ფიქრები, რომ მე ვარ ძალიან უშნო, მე მაქვს ძალიან ცუდი ტანი, ჩემნაირი ტანის ადამიანი, აქ სქესს არ ვახსენებ, იმიტომ რომ დიდად არსებითი მნიშვნელობა არ აქვს, აი ჩემნაირი სხეულის და გარეგნობის ადამიანი არავის არ მოეწონება, არავის არ შეუყვარდება და მე როგორ ვიქნები ლიდერი. ანუ ეს არ ნიშნავს იმას, რომ 24/7-ზე ადამიანი ფიქრობს 100%-ით იმაზე, რომ მე ვარ უშნო, არამედ ეს ნიშნავს რას, რომ პროცენტულად თქვენი ფიქრების 80% ვთქვათ, მიმართულია იმისკენ, რომ მე ვარ უშნო. ოღონდ სხვადასხვა კონტექსტში. სწორედ ეს როგორ ვთქვა, ანუ იწვევს ზუსტად იმას, რომ მე უკვე გვეყალიბდება დაბალი თვითშეფასება ადამიანებს. ანუ რისი თქმა მინდა ეხლა მე ამითი. შენი ფიქრები, შენი კონცენტრაცია რისკენაც არის მიმართული,
მთელი შენი ენერგია მიემართება და მიედინება ზუსტად ამ თემისკენ და შემდგომ უკვე მთელი შენი ორგანიზმი მობილიზებულია, რომ ქმედებაში გადაიტანო შენ ეს ენერგია. ეხლა ნახეთ, რა ცუდი რაღაც ხდება, თუ შენ ცუდ რაღაცაზე ხარ კონცენტრირებული და ორიენტირებული. მე თუ მუდმივად ვფიქრობ, რომ მე ვარ ცუდი, მე ვარ უშნო, მე არ ვარ ლამაზი და მე არავის არ მოვეწონები, ეს სხვადასხვა კონტექსტში მე უცლებად დამბლოკავს სხვადასხვა სფეროში და გამოიწვევს ზუსტად იმას, რომ მე თვითონ დავუბლოკავ ჩემს თავს თავისუფლად სუნთქვის, თავისუფლად თვით გამოხატვის საშუალებას და შემდგომში ნახეთ რა ხდება, თუ მე მაქვს პირადი ბლოკი, ამ პირად ბლოკს ხვებიც უკვე ხელს უწყობენ. ნახეთ, თუ მე 24/7-ზე აკვიატებული მაქვს ფიქრი, რომ გავსუქდი, ვაიმე როგორ გავსუქდი, ვაიმე როგორი ფორმა დამეკარგა, აუცილებლად ეს არის პროექციული და პროექცია არის აუცილებლად გადატანა, ანუ მე რა წარმოდგენაც მაქვს ჩემს თავზე რეალურად ამის პროექცირებას სარკესავით ვანახებ სამყაროს, რომ ნახე მე არ მიყვარს შენი თავი, ჩემი თავი, საკუთარი თავს არ ვცემ პატივს, ამიტომ შენც გაძლევ იმის უფლებას, რომ შენც არ მცე პატივი და შენც არ გიყვარდე. შესაბამისად, აუცილებლად რაღაცა უცნაური ძალების მეშვეობით ჩნდებიან ადამიანები ჩვენ ცხოვრებაში, ვინც პირდაპირ გვაუნებიან. ხო, იცი, მე მგონი ცოტა გასუქდი. ხო, იცი, ეს კაბა არ გიხდება, ან ეს შარვალი არ გიხდება. ეს არ არის შენი სტილი. ანუ ეს იმას კი არ ნიშნავს, რომ ეს არის ობიექტური რეალობა და მართლაც უშნო ხართ ან მართლაც ტანი არ გივარგათ. არამედ ეს არის თემა, რეალობა, რომელიც თქვენვე შექმნით რეალურად და გონიათ, რომ ეს სამყარო მგითხრათ, რომ შენ ხარ ლუზერი, შენ ხარ უშნო, შენ არაფრად არ ვარგიხარ და შენ ხარ წარუმატებელი. ეს მხოლოდ და მხოლოდ არის თქვენი პროექცია, თქვენივე პირადი გამოტანა, გასაჯაროება იმისა, რას ფიქრობთ საკუთარ თავზე. ამიტომ ძალიან ფრთხილად არის შესარჩევი რეალურად ის, რაში მიდის შენი ენერგია, რაში მიედინება ეს ყველაფერი, იმიტომ რომ თქვენ ალბათ იცით და ეხლა არ დავიწყებ ამაზე ბრძნულ გამონათქვამებს, რომ ადამიანის ენერგია, სასიცოცხლო ენერგია ზოგადად არ არის ამოუწურავი. ანუ ისე ნუ წარმოვიდგენთ თითქოს ეს ენერგია სადაც გვინდა იქ არის და მიედინება და ეს არის ამოუწურავი და არაზრუს არ დასრულდება. დასრულდება აუცილებლად რაღაც გარკვეულ ეტაპზე. ამიტომ მნიშვნელოვანია ადამიანებმა განსაზღვროთ თავიდანვე ის, რა არის ამ ცხოვრებაში ისეთი პრიორიტეტი, რისკენაც მე მიღირს, აი ჩემი ენერგიის მიმართვა და ჩემი ენერგიის ხარჯვა, მოდი ესე ვიტყოდი. რა არის ის, რაც მე მიყვარს, ხო? იმიტომ რომ თუ ადამიანი აი ძალიან საინტერესო ფაქტი მინდა ახლა აღვნიშნო იმაზე, რომ თუ შენ აკეთებ ისეთ საქმეს, რაც შენ გიყვარს და სიამოვნებას განიჭებს, ამ შემთხვევაში შენ ორმაგ სარგებელს იღებ და ნახეთ რატომ. შენ რა ენერგიაც გაქვს დაგროვილი, იმ ენერგიას თვით რეალიზებაში უშვებ, თვით რეალიზაციაში და ეს ენერგია ტრიალებს, ანუ გამოუშვი შენ ეს შემოქმედებითობაში გაუშვი ეს შენი ენერგია, რაც იყო დაგროვილი. და ნახეთ რანაირი რაღაც ხდება. თუ მე ჩემს საყვარელ საქმეში ვდებ ჩემს ენერგიას, ეს საყვარელი საქმე იმითი რომ სიამოვნებას მანიჭებს, მიბრუნებს უკავშირს, რომ სიამოვნებს ამის კეთება. ანუ ჩემი დახარჯული ენერგია მაშინვე თავისუფლდება და ახალი ენერგიით ვივსები, როცა ვაკეთებ საქმეს, რომელიც სიამოვნებს. ასევე, როცა მაქვს კონტაქტი იმ ხალხთან, ვინც მე სიამოვნებს და არა ენერგოვამპირებთან. თუ ადამიანი ჩემთვის არის ენერგოვამპირი და პლუს, ანუ საპირისპირო მხარეს ვიტყვი ახლა. თუ მე მაქვს კონტაქტი ისეთ ადამიანებთან, ვისთანაც არ მსიამოვნებს, მათი ენერგია ჩემს ენერგიას ყლაპავს. ან თუ მაქვს საქმე, რომელიც არ მსიამოვნებს, მეზიზღება, ვერ ვიტან და მაინც ვაკეთებ ამ საქმეს, მაშინ ჩათვალეთ, რომ თქვენი ენერგიების მუდმივი გადინება ხდება და თუ არ გაქვთ დაბალი თვითშეფასება, აუცილებლად სადღაც მოგისწრებთ ეს დაბალი თვითშეფასება, ან დაგემართებათ რაღაც სტრესის გარკვეული გამოვლინებები გექნებათ, ან არა და დეპრესია დაგემართებათ და ასე შემდეგ. ერთი სიტყვით, მაინც ფსიქიკა რაღაცნაირად ვაგრძნობინებს, რომ შენი ენერგია არ მიდის კონსტრუქციულად. ამიტომ მე კონსტრუქციულ გადინებას ენერგიებისას ვეძახი იმის კეთებას, რაც შენ სიამოვნებს, რაც შენ გიყვარს. და კიდევ ერთი მინდა ძალიან მნიშვნელოვანი თემა ვახსენო, რომ ზოგადად ჩვენი ენერგიები თუ არ რეალიზდა, ჩვენ ვერ შეგვაწუხებს. ენერგია, აი ენერგიული ადამიანია, ხო გაგიგიათ ზოგიერთზე იწყვიან ხოლმე. აი ნახეთ როგორ არის თუ ადამიანზე ვამბობთ, რომ ის არის ძალიან ენერგიული, ამ ადამიანს ყველა ენერგიულ ადამიანს სჭირდება, რომ თავისი ენერგია კონსტრუქციულად დახარჯოს და რას გულისხმობ. თუ ჩვენი
სასიცოცხლო ენერგიების რეალიზება არ მოხდა ცხოვრებაში, ეს ენერგიები ჩვენთვისვე ხდება ტოქსიკური. ანუ ჩვენვე გვაავადებს, ან ჯანმრთელობის პრობლემებს გვიქმნის, ან არა და მენტალურ პრობლემებს შეგვიქმნის აუცილებლად. ის რომ ის ენერგია რაშიც უნდა დახარჯულიყო, ვერ იხარჯება. ამიტომ ძალიან მნიშვნელოვანია რაში ვხარჯავ ენერგიას. აი ისევე როგორც წარმოიდგინეთ რომ ხართ ადგილას, სადაც აი არ ვიცი, ხართ ლაშქრობაში და იცით რომ კიდევ დიდი ხნის განმავლობაში წყალს ვერცად შეხვდებით და გაქვთ 1 ლიტრიანი ბოთლი, რომელშიც არის ჩასხმული წყალი. ამ 1 ლიტრიან ბოთლს თქვენ როგორ გაუფრთხილდებით, ხო? წვეთად დალევთ, ეცდებით რომ ერთიანად არ გადაკრათ, ეცდებით რომ არ დაღვაროთ, ეცდებით რომ სულელურ საქმეში არ გამოიყენოთ, მაგალითად ხელის გადაბანვის ან თავზე გადასხმის ნაცვლად პირიქით, ანუ წყურვილის მოსაკლავად შეინახავთ, იმიტომ რომ წყურვილი იქნება თქვენი ვიტალური წამყვანი მოთხოვნილება, პრიორიტეტული მოთხოვნილება. როგორ მოექცევით ამ დროს წყალს? ფაქიზად დააფასებთ უფრო და წვეთად მარაგს გაიკეთებთ წყლისას, ხო ესეა? ზუსტად იგივეა ჩემო კარგებო ენერგიების კუთხითაც. მე თუ ვაკონტროლებ, ვაანალიზებ, ვაცნობიერებ ჩემი ენერგია რაში ხარჯება, მე შემიძლია ამ ენერგიების კონტროლი, მართვა და გაცნობიერებული ხარჯვა. ანუ თუ არის მაგალითად რაღაც მარტივი თემა, მე ამ მარტივ თემაში ჩემს სიღრმისეულ ენერგიებს არ დავხარჯავ და დავხარჯავ ზედაპირული ენერგიების მარაგს. და როდესაც მაგალითად ჩემს ცხოვრებაში იქნება რაღაც დიდი კრიზისი, დიდი სტრესი, ამ ჩემს სიღრმისეულ ენერგიებს მხოლოდ მაგ შემთხვევაში გამოვიყენებ. და ასეთ შემთხვევაში დაცული ხარ იმისგან, რომ შენ მალე არ დაიცლები ენერგიებისგან, იმიტომ რომ ესეც არის საინტერესო, რომ როდესაც ენერგია არასწორად არის მიმართული და არასწორად იხარჯება, ან მაგალითად ამოწურვის პირას არის, აუცილებლად ჩვენი ფსიქიკა, ჩვენი მთელი ორგანიზმი აკეთებს ისე, რომ ჩვენ გვეუბნება, სიგნალს გვაძლევს, რომ გაჩერდი, რაღაცას არასწორად აკეთებ. სხეულებრივი შეგრძნებებით იწყება, აზრებით იწყება, რომ აი ცუდად ხარ და არ იცი რატო ხარ ცუდად. და ასე დროს ძირითადად ვისაც სწრაფი ტემპი გვაქვს ხოლმე, ვფილტრავთ, არ ვფიქრობთ სერიოზულად ამ თემაზე და მე უკვე ძალიან ცუდ კონდიქციამდე როცა ვართ მისული, მე ვაკვირდებით, რომ უი, თურმე ჩემი ენერგია არასწორად იყო მიმართული. ამიტომ დღეიდანვე, აი როდესაც მაგალითად აი ამ ლაივს ნახავთ, ჩემი დიდი სურვილი იქნება და ამას გისურვებთ კიდეც, რომ შეძლოთ იმის გაცნობიერება, რაში იხარჯება ჩვენი ენერგიები, რამდენად გვიღირს ის საქმე, რაშიც ჩვენი ენერგიები იხარჯება. მე ესეთ რაღაცას ვიტყოდი, რომ სასურველია პრიორიტეტები დასახო ადამიანმა, რა არის ამ ცხოვრებაში შენი პრიორიტეტი, ანუ რაში გინდა რომ ხარჯო შენი დრო, რაში გინდა რომ ხარჯო შენი რესურსი, შენი ენერგია. იმიტომ რომ რაც გიყვარს, როცა ამაში ხარჯავ ენერგიას, ჩათვალეთ, რომ ზუსტად ეგ არის თვითრეალიზაციის თემა. მე ვარ თვითრეალიზებული მაშინ, როცა მე ვხარჯავ კონსტრუქციულად ჩემს ენერგიას. და პირიქით, დესტრუქციულად ენერგიის ხარჯვა განცდას მაძლევს, რომ მე ვარ შემდგარი ადამიანი და მე არაფერშიც არ რეალისტი. სხვა შემთხვევაში როდესაც შეანაკეთებ საყვარელ საქმეს, აი ძალიან უცნაური წრე იქნება, ხო? ანუ ჩემი საყვარელი საქმე ჩემგან იღებს ბევრ ენერგიას, იმიტომ რომ მე ამაში ვარ რეალიზებული, ამაში მაქვს ჩადებული ჩემი მთელი თავი, მაგრამ პარალელურად ისვე მაძლევს ენერგიებს, ანუ ის მაძლევს ენერგიას, რაშიც მე ენერგიას ვხარჯავ. და ეს არის ენერგიების ძალიან სუფთა და სწორი გაცვლა, ჯანსაღი გაცვლა. შესაბამისად, მე გირჩევდით ალბათ იმას, რომ უფრო გადახედოთ თქვენ სოციალურ წრეს, ვისთან გაქვთ კონტაქტი, როგორი ენერგეტიკის ადამიანებს იზიდავთ, რამდენად გსიამოვნებთ ამ ადამიანებთან ყოფნა, რამდენად ეს ადამიანები შეეფერებიან თქვენი განვითარების ეტაპს, რამდენად შეეფერება მათი ენერგეტიკები თქვენს ენერგეტიკებს, იმიტომ რომ ძალიან ხშირი შემთხვევაა, როცა ძალიან ახლობელი ადამიანი შეიძლება იყოს შენთვის ენერგეტიკულად ძალიან ტოქსიკური. სწორედ ამიტომ აი სასურველია, რომ აი ჩვენი დღევანდელი საუბრის მერე დააკვირდეთ, როგორი არის ის გარემო, რაშიც თქვენ ცხოვრობთ, რა ენერგიებს გაძლევთ გარემო, რაშიც ცხოვრობთ, რა ენერგიებს გაძლევთ ის სოციუმი, რომელშიც ხართ, რა ენერგიებს გაძლევთ ის საქმე, რასაც აკეთებთ. ასევე, როდესაც რჩებით მარტო, საით არის მიმართული თქვენი აზრები? ძილის წინ რა არის ის მომენტი, როცა იმ სიჩუმეში გერთვებათ და გაძლევთ რაღაც მნიშვნელოვან ინფორმაციას. რა არის ეს? რისი თქმა უნდა თქვენთვის? რას ნიშნავს ეს ყველაფერი თქვენთვის? იმიტომ რომ, როდესაც ჩვენ ვხვდებით ჩვენი აზრების უმეტესობა რას ეხება, ჩათვალეთ, რომ ჩვენ შეგვიძლია გავაკონტროლოთ ის
სად მიდის ჩემი ენერგიები, სად გადადის და რამდენად შემიძლია მე ამ ყველაფერს კონტროლი, იმიტომ რომ ეს ვიცით ხო, რომ თუ რაღაც არ იცი, რასთან გაქვს საქმე, ფიზიკურად ვერ მიხვდები ეს რაღაც როგორ უნდა აკონტროლო. და პირიქით, თუ მე ვიცი მაგალითად, რომ ჩემი აზრების და ფიქრების 80% მიდის იმაზე, მე რა ცუდი ვარ და მე როგორი შეუმდგარი ლუზერი ვარ, მაშინ მარტივად მიხვდებით, რომ თქვენი ენერგიები აბსოლუტურად არაკონსტრუქციულად გადის და უბრალოდ სადღაც დაგაპაუზებთ ეს ყველაფერი და გეტყვით, რომ აუცილებლად ჩიხამდე მიგიყვანთ სხვათა შორის ეს ყველაფერი, იმიტომ რომ თუ ჯანსაღი ფორმით ადამიანი ვერ მიხვდება, რომ თავის ენერგიებს უნდა დააფასოს და უფრო კონსტრუქციულად უნდა დახარჯოს და ნაწილ-ნაწილ ესე რომ ვთქვათ, მაშინ აუცილებლად წინა გადაცემაში როგორც ვახსენე ისე დაგვასტოპებს, დაგვაპაუზებს ჩვენი ფსიქიკა იმისთვის, რომ მიგვახვედროს, რომ ჩემო კარგო, გაჩერდი, დაუფიქრდი, რას უკეთებ საკუთარ ცხოვრებას და რას უკეთებ საკუთარ თავს. მე ვხედავ აქ შეკითხვას და მოდით გავაჟღერებ, თაკო მოგესალმები და მადლობა შეკითხვის გამოგზავნისთვის. მე გავაჟღერებ ახლა ხმამაღლა შენს შეკითხვას. ნინო, როგორ ფიქრობ, ეჭვიანობა ყოველთვის დაბალ თვითშეფასებასთან არის დაკავშირებული? როგორ ვმართოთ ეს თვისება, როცა არ მოგწონს საკუთარ თავში? მადლობა ამ შეკითხვისთვის. სიმართლე რომ გითხრა, ეს უფრო ურთიერთობების ფსიქოლოგიისკენ გადაგვიყვანს, თუმცა დაბალ თვითშეფასებასთანაც რა თქმა უნდა კავშირშია. ზოგადად მე გამოვყოფდი უფრო ეჭვიანობის ჯანსაღ და არაჯანსაღ ფორმებს. ეჭვიანობის ჯანსაღი ფორმა, მაგალითად, როდესაც შენ ურთიერთობა გაქვს ადამიანთან, ვისინდობაც, მოდი პირდაპირ ვთქვათ, რომ დიდად სასურველი არ არის კონკრეტულად ურთიერთობებში. მაგალითად, იცი რომ ამ ადამიანს ვთქვათ, ამ ადამიანის სისუსტეა საპირისპირო სქესის ადამიანები, ხო? და იცი რომ თქვა უყარს ფლირტი, არ არის ჯერ ჩამოყალიბებული თავის თავში. ნუ ამ შემთხვევაში, ანუ მე მინდა რას მინდა რომ ხაზი გაუსვა. არსებობს ეჭვიანობა, რომელსაც აქვს მყარი ფუნდამენტი და ეს მართალია, იმიტომ რომ ასეთ დროს შეიძლება ადამიანი კარგად გატყუებდეს, ან პრინციპით ჩვენც კარგად ვატყუებდეთ ადამიანს, ანუ ის გვეუბნება რომ აი ვეჭვიანობ შენზე ვგიჟდები რაღაც მემართება და შენეუბრები ამ დროს რომ რა უცნაურია ნეტა რატო არა და არაფერი მომხდარა. მე გეტყვით ესეთ რაღაცას, რომ არსებობს ეჭვიანობა, რომელსაც უბრალოდ ინტუიციით ხვდები, რომ შენ ხარ მართალი და იმ ადამიანს მართლა არ უნდა ენდო. და ეს არის სწორი ეჭვიანობა, მოდი ესე ვიტყოდი. უბრალოდ ეს გრძნობა, ანუ გაჩნია ვინ როგორ გამოვხატავთ, მოდი ესე ვიტყოდი. თუ ეხა ადამიანი წილუკილში გადადის ნივთების სროლაში და მეორე ადამიანის ფიზიკურ დაზიანებაში, ეს უკვე ისტერიაში გარდამავალი თემაა და საკონტროლოა ჩემი აზრით. თორემ ის რომ შეგრძნება ეჭვიანობა ზოგჯერ არის ძალიან ადეკვატური და სწორი და ეს არის ჩვენივე ინტუიციისგან წამოსული მესიჯი, რომ დააკვირდი რაღაცა არ ხდება ისე როგორც უნდა ხდებოდეს და ეს არის აბსოლუტურად ჯანსაღი, თუ არის ჯანსაღი ფორმით გამოხატული. ჯანსაღ ფორმას რას ვეძახი, ბარემ ამასაც დავამატებ, რადგან ეს თემა წამოიჭრა. ჯანსაღი გამოხატვა ეჭვიანობის, როდესაც მე მივდივარ ჩემს პარტნიორთან, ან მეგობართან, დედმამასთან, ერთი სიტყვით სულ ერთია ეს ეჭვიანობა, ვის მიმართ აღმეცრა. მივდივარ ამ ადამიანთან და ვაჟღერებ ჩემს განცდებს, რომ იცი თაკო, მე ძალიან ვეჭვიანობ შენზე, ანუ ეს განცდა მე არ მასვენებს და ძალიან მინდოდა შენთან გადამეზუსტებინა, არის კი ეს ჩემი განცდები რეალობასთან შესაბამისობაში და უკვე ვაკვირდები მეორე ადამიანის ახსნას, მეორე ადამიანის განცდებს. მერე უკვე იწყება ნახეთ შემდეგი ეტაპი, რამდენად ვიღებ მე ამ ადამიანისგან მონიჭებულ და ნათქვამ არგუმენტებს. რამდენად მიიღო ჩემმა ფსიქიკამ ეს, ჩემმა განცდებმა რამდენად აღიქვა მისი აი ეს ნალაპარაკები გულახდილად და გულწრფელად. და ამის შემდეგ ნახეთ, ანუ ესე საკუთარ ფიქრებში და აზრებში ეჭვიანობას ყოველთვის ჯობს ხოლმე რომ მიხვიდე ადამიანთან და დაუფიქსირო რომ ეს ესეა, თუ ეს ესე არ არის. თუ ამის შემდეგ ეს განცდა ისევ არ ქრება და შენ მუდმივად გაქვს ამის შეგრძნება, უკვე ხდება ის თემა, რომ ჯობს გადაამოწმო ალბათ და თუ დადასტურდება, დამშვიდდები და მიხვდები, რომ არ გაგიჟებულ ხარ და ეს მართალია და არსებობს მეორე არაჯანსაღი ეჭვიანობა, როცა აი აშკარად ხედავ, რომ ადამიანი ენერგეტიკულად მაქსიმალურად შენთან არის, გვერდში გიდგას, ყურადღებიანია, ანუ
სადაც საერთოდ არ გაქვს არანაირი ფაქტი ეჭვიანობისა და შენ მაინც ეჭვიანობ, არო ეს უკვე არაჯანსაღი პატერნია ქცევის, ეს კი გეტყოდი რომ ეს ნამდვილად არის დაბალ შეფასებასთან კავშირში და სამწუხაროდ ძალიან ბევრი ურთიერთობა იქნება ეს სასიყვარულო თუ მეგობრული თუ სხვა სოციალური სახის ერთი სიტყვით ძალიან ბევრჯერ დანგრეულა სხვათა შორის იმის გამო რომ ზუსტად აი ამ არაჯანსაღ ეჭვიანობას დაუნგრევია მოკლედ ურთიერთობები. ამიტომ არაჯანსაღში ვგულისხმობ, როცა არ არსებობს არანაირი ფუნდამენტი, საფუძველი იმისა, რომ მე ვეჭვიანობდე მეორე ადამიანზე. და ასეთ შემთხვევაში ეჭვიანობა ზუსტად არის რომ მე იმდენად არ ვენდობ საკუთარ თავს და იმდენად მგონია რომ მე ვერავინ შემიყვარებს, მე ვერავინ მიერთგულებს, რომ ისევ და ისევ ნახე, აი რაც თქვი, პროექცირებას ვახდენ, სამყაროს თავაზობ, რომ თუნდაც ის ჩემი პარტნიორი თუ იქნება, ხო? ანუ მე თუ მაგ წარმოდგენა ჩემს თავზე, რომ მე უშნო ვარ, მე ლუზერი ვარ, მე ვის უნდა შევუყვარდე და ვის უნდა მოვეწონო, ამითი ხო ვამბობ იმ თემას, რომ მე არ მიყვარს ჩემი თავი და პატივს არ ვცემ, ამიტომ პარტნიორსაც აი ესე თავაზობ ჩემს თავს რომ ნახე მე ვარ ადამიანი რომელიც თავის თავს პატივს არცემს მოდი და შენც მომცემ პატივს ოღონდ ჩვენ ამას ვაკეთებთ ჩვენი ქცევებიდან გამომდინარე შესაბამისად ხვდებით ხო ანუ ეს უკვე არის არაჯანსაღი ფორმა ეჭვიანობის და ნამდვილად არის დაბალტვით შეფასებასთან დაკავშირებული შენი კითხვა იყო ასევე ისიც რომ როგორ მართოთ ეს თვისება როცა არ მოგწონს საკუთარ თავშიო ზოგადად უარყოფითი თვისებების 90% ჩვენ არ მოგწონს, არ გვინდა რომ გქონდეს და ძირითადად მივმართავთ ხოლმე 1000-ნაირ ხრიგს და მეთოდს, როგორ შეიძლება რომ სადმე ღრმა კუთხეში მივჩქმალოთ, დავმალოთ და არ ვიფიქროთ ამ თვისების არსებობაზე. მაგრამ ეს თვისება იქ არის. რა არის ნომერ პირველი, რაც უნდა გააკეთოს ადამიანმა? მივიღო და ვაღიარო, რომ მე ვარ ეჭვიანი. ეს არის პირველი ფუნდამენტური ეტაპი და საფეხური რა უნდა გააკეთო. არა ის რომ არა, მე არ ვარ ეჭვიანი, არა, მე არ ვარ ეჭვიანი და საკუთარ თავს უმტკიცები იმას, რაც არ არის რეალობა. ფსიქიკას კი შევთანხმდეთ, რომ ძალიან არ უყვარს, როდესაც ატყუებენ, იმიტომ რომ მაშინ ვეშიფრავს. და არ არის სხვათა შორის აუცილებელი ადამიანი მაინც პროფესიით ფსიქიატრი, ფსიქოლოგი, ფსიქოთერაპევტი იყოს, არამედ ნებისმიერ ადამიანს, რომელსაც კონტაქტი აქვს ესე რომ ვთქვათ, საკუთარ თავთან, მას შეუძლია გამიჯნოს, როდის ატყუებენ და როდის არა. შესაბამისად, საკუთარი თავისგან მიღებულ ილუზიას ბევრად უკეთ აცნობიერებს ხოლმე ჩვენი ფსიქიკა. შესაბამისად, პირველია ის, რომ მე ვაღიარო, რომ მე ვარ ეჭვიანი. და მეორე ეტაპი უკვე იწყება რა? მხოლოდ ამ კონკრეტული ადამიანის მიმართ ვარ ეჭვიანი, თუ ზოგადად ყველა ადამიანზე ვეჭვიანობ, ვინც კი არის ჩემირგვლივ. მაგალითად, მე თუ ეჭვიანობ ჩემს დაქალზე, ჩემს შეყვარებულზე, ჩემს მშობელზე, ჩემს მეზობელზე, უკვე აშკარაა ხო, რომ პრობლემა არის არა გარეთ, არამედ ჩემში. ჩემში ხდება რაღაც ისეთი, რომ იმ ადამიანების ბრალი არაფერიც არ არის რეალურად, ხო? ანუ მე არ ვარ იმდენად დარწმუნებული საკუთარ თავში. და თუ არის შემთხვევა, რომ თქვენ ხართ ეჭვიანი მხოლოდ ერთი კონკრეტული ადამიანის მიმართ, ეს არის, მოდი ესე ვიტყოდი, რომ უკვე ინტუიცია, სადაც ენერგეტიკულ დონეზე გრძნობ, რომ ის ადამიანი შენ მიმართ არის ყალბი. და ფსიქიკა გაძლევს შეტყობინებას, რომ დააკვირდი ამ ადამიანს მართლა ისეთია, როგორადაც თავს გაჩვენებს. და ეს უკვე არის ძალიან სწორი ინფორმაცია, მოდი მე ესე ვიტყოდი. ამიტომ პირველი ეს არის აღიარო მეორე ეს არის უბრალოდ დაღიარო და მიიღო არის პირველი, მეორე ეს უკვე არის აი რაც მე ვთქვი რომ დააკვირდი, ვის მიმართ გაქვს, როგორ და რანაირად ეს გრძნობა და მესამე ეს უკვე არის აქტივობაში გადაყვანა. გავიცნო საკუთარი თავი. თუ არ მომწონს ჩემი ფიზიკური მონაცემები, მოდი და წარმოვიდგენ მე თვითონ სოციუმისთვის მოსაწონი როგორი ვიქნები კი არა, მე თვითონ ჩემი თავისთვის როგორი უნდა ვიყო რომ ჩემი თავი მომეწონოს. და ვეცდები ნელ-ნელა ეტაპობრივად გავხდე ისეთი როგორიც მე მინდა რომ ვიყო. მაგალითად, მინდა რომ ვიყო ნავარჯიშების სხეული მინდა რომ მქონდეს. დავიწყებ ვარჯიშს, ჯიმზე შევალ და რაღაც გარკვეულ ენერგიებს ამაზე მივმართავ. გავხდები, ვთქვათ, თუნდაც სხეულებრივად ისეთი როგორიც მინდა რომ ვიყო. ეს უკვე დასაწყისი ეტაპია. ამის მერე შემდეგი ეტაპი იწყება. ვთქვათ, თუ მინდა რომ ვიყო უფრო მეტად განათლებული, წავიკითხა უფრო მეტ წიგნს. ან რა სფეროში მინდა რომ ვიყო უფრო მეტად განათლებული, იმ სფეროდან ავირჩევ წიგნებს და იმ სფეროში გავეცნობი რას და როგორ. ანუ ხო ხვდებით რეალურად როგორი მინდა ვიყო მე ჩემი თავისთვის და როგორ ადამიანს შევიყვარებ მე ჩემს თავში. ეს არის რეალურად ხო ანუ იმ ბოროტ მგელს გამოყვებავ თუ კეთილ მგელს შენში ორივე შენია ხო ასე უბრალოდ რომელს მიაქცევ უფრო ყურადღებას ანუ
ამაზე ახლა შევთანხმდით დღევანდელი თემა რაც არის, ხო? საითკენაც მე მივმართავ ყურადღებას, ეს იკვებება, ეს სფერო იკვებება ენერგიებით. შესაბამისად, თუ მე ამ ჩემ კეთილმგელს მოვაქცევ ჩემი ყურადღების ფოკუსში, გამოვარო ჩემი ენერგიების გადინებაც მისკენ მოხდება. ანუ მოტივირებულიც ვიქნები უფრო მეტად ხალისიანი ვიქნები და მეტად მეცოდინება რაში ვხარჯავ ამ ჩემ ენერგიას, ხო? შესაბამისად, აი არა მარტო ეჭვიანობა, სხვათა შორის აი ბუტიაობა, გაღიზიანებადობა და სხვა ყველაფერი, ზოგადად მაინც დაკავშირებულია იმასთან, რომ თუ ეს რა თქმა უნდა გენერალიზებული მაქვს, ანუ აი ყველა ადამიანის მიმართ თუ ესეთი ვარ, ხო? აი ყველა მაღიზიანებს და ვერავინ ვერ იქნა, მოკლედ ეს ჩემი მოსაწონი, ასე რომ ვთქვათ. ეს უკვე არის იმის მაჩვენებელი, რომ მე ჩემს თავთან რა პრობლემაც მაქვს, იმის პროექციას ვკეთებ მთელ სამყაროს, ხო? ეს ხო ზოგადად ეგრეა. მე თუ არ ვენდობი ჩემს თავს და არ მომწონს ჩემი თავი, მთელი სამყაროს მიმართ მაქვს დაკარგული ნდობა, ხო? და რა თქმა უნდა ეჭვიანი ვიქნები არა მარტო პარტნიორის მიმართ, არამედ დამხრჩვალი მეყოლებო ჩემი მეგობრებიც, რომ აი გინდა თუ არა მარტო მე მეგობრე, მარტო ჩემთან იყავი და მარტო მე ვიყო შენი პრიორიტეტი. და ანუ სხვებთან ვისთანაც გაქვს ურთიერთობა, ის მაბრაზებს, მაღიზიანებს და ვთვლი, რომ შენ არ ხარ ჩემი ნამდვილი მეგობარი. შესაბამისად ვიტყოდი, რომ დაბალი თვითშეფასება, ისევე როგორც არაადეკვატური ეჭვიანობა და პრინციპში დაბალი თვითშეფასებიდან გამოწვეული ყველა სხვა სამუშაო თემა იწვევს იმას, რომ ძალიან სერიოზულად გვიზღუდავს სოციალურ კონტაქტებს და ჩვენი ურთიერთობების ხარისხზე ძალიან ცუდ, როგორ ვთქვათ, ანუ ძალიან ცუდი როლი აქვს მოკლედ ამ ყველაფერში. ამიტომ მაინც მნიშვნელოვანია ის, რომ ენერგიები იმაში კი არ ხარჯოს ადამიანმა, მე რა ცუდი ვარ და როგორ არ ვარგი ვარ, ანუ საკუთარი თავის დაკნინებაში, არამედ პირიქით, ანუ უნდა ვკონცენტრირდე რაზე? დღეს ვინ ვარ და წარსულიდანაც რა ვიყო, ანუ ისე არ გაიგოთ თითქოს, აი ფსიქოლოგები მაინც და მაინც ამბობენ იმას, რომ თქვა წარსული საერთოდ დაივიწყე და არ იჩხრიკო და იყავი მარტო აწყვეში. არა, უბრალოდ გააჩნია იმ მომავლიდან რას აიღებ, წარსულიდან რას აიღებ და აწყოდან რას იღებ. ანუ აქაც რაზე გაქვს ფოკუსი ყურადღების. წარსულიდან რეალურად ძალიან რესურსული აიღო, რა გამოცდილება წამოიღე. იმ ტრაუმებზე თავიდან კი არ დაიწყო ამ ტრაუმებზე ფიქრი, რომ ვაიმე ეს რა დამემართა და მე როგორ დავუშვი ეს შეცდომა და ჩემნაირ ჭკვიან ადამიანს ეს როგორ დაემართავო. პირიქით, იქიდან წამოიღეთ მხოლოდ გამოცდილებები. რა აი მთელმა გამოცდილებებმა, ცუდმა გამოცდილებებმა, ტრაუმულმა გამოცდილებებმა რა მომცა მე, იმიტომ რომ აწყოში მე როგორი ვარ, თქვენ როგორი ხართ, ეს ყველაფერი არის რეალურად წარსულის, მოდი ესე ვთქვათ, ნიმუში, ხო? წარსულმა შეგვქმნა ისეთებად, როგორებიც ვართ ჩვენ. ისევ ჩვენვე თავმა გამოიწვია ის, როგორებიც ვართ ჩვენ. არავის უიძულებია რეალურად, იმიტომ რომ კი არის გავლენა სოციუმის, მშობლების, მაგრამ როცა შენ უკვე ზრდასრული ადამიანი ხდები და აცნობიერებ იმდენს, რომ შენზე ვიღაცებმა გავლენა იქონიეს, შენ უკვე ხარ საკმაოდ დიდი იმისთვის, რომ პასუხისმგებლობა შენს თავზე აიღო და თუ არ მოგწონს, როგორადაც იქეცი, მოდი ავდგები და შევცვლი ამას, როგორადაც მე მაქციეს და ვიქნები ისეთი, როგორც მე მინდა რომ ვიყო. შესაბამისად, ძალიან კარგი იქნება თუ წარსულიდან წამოვიღებთ მხოლოდ გამოცდილებებს, იმიტომ რომ წარსულიდან წამოღებული გამოცდილება არის ძალიან დიდი რესურსი, რაც მე უკვე მომავალში გეხმარება. მომავლიდან რა მჭირდება? მომავალში ყოფნა, ეხლა რაც გჭირს, ანუ მოსახლეობის ალბათ რა ვიცი 90%, რადგან არ ვიცით რა ხდება მომავალში, ეს იწვევს დღესდღეობით აი საერთო ფონი რაც არის ხო შექმნილი, შფოთვა, პანიკა, ისტერია, რაღაც მოხდება, რატომ? იმიტომ რომ არ ვიცით რა ხდება რეალურად მომავალში და მომავალში არასდროს არ ვიცით რა მოხდება. ხო ესეა. არც პირად ცხოვრებაში, თუნდაც ეს ყველაფერი რომც არ ყოფილიყო, ხო? ეს ვირუსის ირგვლივ შექმნილი ეს ისტერია რომც არ ყოფილიყო. მაინც ადამიანს შიში აქვს მომავლის და რეალურად რისი შიშიც გვაქვს, მაინც და მაინც იქით გვაქვს მემართული ხოლმე გონება, რომ ვაიმე მომავალში რა იქნება, როგორი ვიქნები, როგორ იქნება სამყარო და ასე შემდეგ. წარსულზე უკვე ვთქვით, ეხლა მომავლიდან რა უნდა წამოვიღოთ ისეთი, რომ ეს იყოს რესურსული. მომავალში შენ იმაზე კი არ უნდა იყო ორიენტირებული, რომ ვაიმე რა მოხდება, იმიტომ რომ ფსიქიკამ როცა რაღაც არ იცის, რაღაცაზე როცა არ აქვს ინფორმაცია და თან პლუს იცის, რომ ამ ინფორმაციას ფიზიკურად ვერანაირად ვერ მიიღებს, ნუ გააჩნია ეხლა არის 1000 რაღაც კითხაობა და 1000 რაღაც უცნაური ტესტები, როცა გეუბნებიან მაგალითად 10-20 წლის მერე როგორ იქნები და როგორ იქნება შენი ცხოვრება, ამას თუ არ ჩავთვლით, რა თქმა უნდა, სხვა ხერხებით და მეთოდებით უბრალოდ ვერ გვეცოდინება რა მოხდება შემდეგში. ამიტომ ყველაზე სწორი არის მე მომავალში მქონდეს უბრალოდ იმედი და რწმენა ჩემი თავის, რომ მე ვარ იმდენად ძლიერი ადამიანი, ვიცი რა მინდა.
თქვენ ანუ იმას კი არ უნდა ველოდებოდეთ რეალურად მომავალი რას მომიტანს. მომავალი იმას მოგიტანს, რასაც დღეს აკეთებ, რასაც გუშინ აკეთებდი. ამას მოგიტანს მომავალი. ანუ მომავალი რაც დადგება არის შენზე დამოკიდებული აბსოლუტურად. არა ვიღაცაზე სადღაც, არამედ აბსოლუტურად არის შენზე დამოკიდებული. მე თუ ვიცი დღეს რა მინდა, რაზე ვარ კონცენტრირებული, ანუ სად მიდის ჩემი ენერგია, სად მიედინება, რა თქმა უნდა მე მეცოდინება მიახლოებით მაინც, აი ესე გეგმის დონეზე რა შეიძლება რომ მომავალში იყოს. მე თუ დღეს არაფერს არ ვკითხულობ, არ ვითარდები, არაფერს არ ვაკეთებ. ეხლა ხომარტივი მისახვედრია რომ 5 წლის მერე, 10 წლის მერე მე ვერ ვიქნები წამყვან პოზიციაზე, იმიტომ რომ არაფერი გამიკეთებია ამისთვის, ხო ესეა? და პირიქით, თუ მე ვიცი რა მინდა, რისკენ მინდა რომ მივმართო ჩემი მთელი ენერგია, მე გავაკეთებ ისეთ აქტივობებს, დღეიდან დავიწყებ რაღაც ონლაინ კურსებს, დღეიდანვე დავიწყებ რაღაცა სწავლა-განათლების თემას, ან არ ვიცი, დღეიდანვე ჩავყრი რესურსებს ბიზნესში, ვთქვათ, თუ მინდა რაიმე ბიზნესი გავაკეთო, დღეიდანვე დავიწყებ და მეცოდინება რომ იმედი მექნება, რომ მომავალში რაღაცას გავაკეთებ. სხვა შემთხვევაში იყო მომავალში გაჩხერილი და ამასთანავე აწყოში არაფერი არ აკეთო საერთოდ უმოქმედო მდგომარეობაში იყო. ეს არის არათუ არარესურსული, არამედ დამღუპველი, იმიტომ რომ უბრალოდ ფსიქიკა მიეჩვევა ილუზიაში ცხოვრებას და ჩათვლის, რომ ეს რაღაც უკვე აქვს. და ხელსაც არ გაანწრებს რეალურად იმისთვის, რომ ეს რაღაც მიიღოს. ამიტომ რესურსულია მომავლისადმი გქონდეს რწმენა, რისი რომ მე მჯერა ჩემი თავის რომ მე ამ ყოველს გავაკეთებ თუ მოვინდომებ. თუ მე მაქვს ეს რწმენა, ჩემი მომავალიც ნათელია. ესე რა ვთქვათ, ხო? და მე აქ არ ვთვლი რაღაც გარეგან ფაქტორებს, რამ შეიძლება რომ ხელი შემიშალოს, იმიტომ რომ ესე ანუ დავფიქრდეთ, ნებისმიერ წამს შეიძლება რაღაცამ შემიშალოს ხელი. მაგალითად, ეხლა მე თქვენ გეკონტაქტებით, უეცრად გამომერთო ინტერნეტი და უკვე ვეღარ გამოდივარ თქვენთან კონტაქტზე. შეიძლება ესეთი რაღაცაც მოხდეს, მაგრამ ამის შიშით ხო სისულელე იქნება, რომ ეს ლაივები არ ჩავწერო. იმიტომ რომ მე ვიფიქრებ, რომ აი მე ხარ რომ ინტერნეტი გამეთიშოს, რა დამემართება. ნაცვლად იმისა, რომ მე ვთქვათ, ვიჯდე და თავში ხელები ვიშინო, რომ არა, მეშინია რომ ინტერნეტი გამეთიშოს და ამიტომ ლაივზე არ გავალ. ამის ნაცვლად წინასწარ შევამოწმებ, ესე ვიწყე ესეთი მაგალითი რომ მოვიყვანო. წინასწარ შევამოწმებ ლიმიტს ინტერნეტისას ჩემს ტელეფონში და ამის შემდეგ ჩავთავ უბრალოდ ლაივს და მეცოდინება რომ ელემენტარული არ გამეთიშება შუა საუბრის დროს. შესაბამისად, თუ შენ დღეს აკეთებ რაღაც გარკვეულს, დღეს გაქვს უკვე ორიენტირება გაკეთებული იმისკენ, რომ რა მინდა მე თვითონ, ვინ მინდა რომ ვიყო, რატომ მინდა რომ ესეთი ვიყო, ძალიან, როგორ ვთქვათ, ანუ გონებაც სუფთავდება იმ კუთხით, რომ შენი ენერგიებიც უფრო გასუფთავებულია. იცის უკვე, აი, მიახლოებით რა შეიძლება რომ მომავლიდან მოელოდო. ეს არის ზუსტად, ანუ, აი, მომავლის რწმენა და აი, ოპტიმიზმს, რასაც ვეძახით, ზუსტად ეგ არის, რომ მომავლიდანაც და წარსულიდანაც უნდა აიღო რესურსები აწყოსთვის. და აი ამ ყველაფერს, როცა ადამიანი სწავლობს, იმიტომ რომ ეს ყველაფერი სიმართლე რო გითხრათ არ არის ისე რომ აი დაიბადე და ეს ყველაფერი უკვე გაქვს. ეს არის დასწავლადი აბსოლუტურად და მიღწევადი. ამიტომ აი როდესაც აი ამ ყველაფერს სწავლობ ადამიანი ხო აი წარსულიდან რა აიღო, მომავლიდან რა აიღო, ეს ყველაფერი თითქოს აი ასიმილირდება შენში, ანუ ამ ტერმინების რახარუხი რო არ დავიწყო ახლა. ეს ყველაფერი ერთიანდება და ერთიანი ცოდნით გეძლება შენ აწყოში. შესაბამისად უკვე ნახეთ მე თუ დავალაგე უხეშად რო თქვა წარსული და დავალაგე მომავალი, ანუ ვიცი წარსულის უჯრიდან რა ავიღო და მომავლის უჯრიდან რა ავიღო, უკვე აწყოში მეტი დრო და ენერგია მითავისუფლდება, რომ დღეს რა მინდა რომ გავაკეთო, აი ამაზე იყოს ჩემი ენერგიები მიმართული. ამიტომ საერთო ჯამში ძალიან დიდი მნიშვნელობა აქვს იმას, ჩვენი ცხოვრების ხარისხზე უდიდეს გავლენას ახდენს ის რაზე არის კონცენტრირებული ჩვენი გონება და უკვე გონება რას აძლევს, რა შეტყობინებას და სიგნალს აძლევს ორგანიზმს, რომ იმ ორგანიზმმა მერე სად უნდა გაუშვას მთელი ეს ენერგიები, ხო? იმიტომ რომ კარგად უნდა დავფიქრდეთ თითოეული ჩვენგანი რა არის ჩვენს გონებაში, რა არის ის ჩვენი აზრები, რაც გვაწუხებს, რისკენ არის მიმართული, იმიტომ რომ ჩათვალეთ, რომ თქვენ ამ აზრებისთვის ცხოვრობთ. იმიტომ რომ თუ თქვენ თვლით, რომ თქვენ ხართ მე არაფერი არ ვარ, მე არაობა ვარ და ასე შემდეგ, ჩათვალეთ, რომ ამ აზრის მთელი ამ აზრისთვის არის თქვენი ცხოვრება შექმნილი. გამოდის, რომ ამ აზრით ცხოვრობთ, ამ აზრისთვის ცხოვრობთ. პირიქით, თუ თვლი, რომ მე ყველაფერს შევძლებ, მე მადლიერი ვარ დღეს იმითი, რაც მაქვს, ეს უკვე პირიქით, ანუ თქვენი ენერგიები მიდის მადლიერებისკენ, ზრდისკენ, განვითარებისკენ და მთელი თქვენი ორგანიზმი მობილიზებულია იმაში, რომ მე უფრო მეტი მივცე ამ ადამიანს, იმიტომ რომ იცი რა არის, იყენებს. და არა ის, რომ მოთქვას მოთქვამს, ფოთვაშია და ვაივიშით არის დაკავებული. ამიტომ
ნაცვლად იმისა, რომ თქვა საკუთარი თავის დემოტივირება გამოვიწვიოთ პირიქით, აი დღეს რომ შევაჯამო ახლა ეს თემა, მოდით გავაკეთოთ ესეთი რაღაც. ჩამოვწერ, აი ჩემს აზრებს, ჩვეულებრივ აი ფურცელზე ჩამოვწერ, რა არის ის აზრები, რომლებიც მე ყველაზე ხშირად მაწუხებს. ყველაზე ხშირად შემოდის ჩემში და ყველაზე ხშირად მეკრიატება. ჯერ პირველ რიგში რა არის ეს აზრები, შემდეგ რა ინტენსივობით მაწუხებს ეს აზრები. აი მაგალითად თუ ფიქრობ რომ უშნო ვარ, არავის უყვარ ვარ, ყოველთვის მარტო ვიქნები და ასე შემდეგ. ანუ ჩამოწერე მაგალითად ეს რაღაცები, ხო? და ამის მერე უკვე აი ქულებს ვანიჭებ, რომელი ფიქრი რამდენად მაწუხებს. ანუ რომელი ფიქრია აქედან ვეძებ, რომელი ფიქრია პრიორიტეტული. რომელიც პრიორიტეტულია, ჩათვალეთ რომ თქვენი ენერგიებიც იმისკენ მიდის. ამის შემდეგ ვცდილობ დავაკვირდე ჩემს თავს, აი რას ვაკეთებ და როგორ ვარ, როცა აი ამაზე ვფიქრობ. ის კი არა რომ ეს ფიქრი უბრალოდ მოიშორეთ და აღარ იფიქროთ და მორჩა, ანუ რადგან მე აღარ ვფიქრობ რომ მე ვარ უშნო, მე აღარ ვარ ესეთი პირიქით. ქვეცნობიერში მაინც დალექილია ყველაფერი, ეს არის შაბლონი, პატერნი, ხო, რის გამოც რაღაცის გამო ხო დაიწყეთ ესე ფიქრი არა და ეს რაღაცა არსად არ წავა, თუ თქვენ თვითონ ვერ გამოიძიეთ, საიდან მოვიდა საერთოდ. ფუნდამენტურად თუ არა მოიძირკვა სარეველა ბალახივით, მაშინ გამოდის რომ უბრალოდ ბალახს რო თავი მოაჭრე, ის ბალახი მე მაინც ამოვა შემდეგ ჯერზე, ანუ დიდი ვერაფერი ესე რო თქვა. ამიტომ ჯობს რომ აი ამ ბალახის ფესვები მოძებნოთ, სად არის ჩამარხული და სად არის ჩაკარგული. იმიტომ რომ თუ ამას შეძლებ, მე უკვე გამოდის რომ ერთხელ გაწეული ამ დიდი შრომით, ის სარეველა ბალახი უბრალოდ აღარ იქნება, მოიცელება ესე რო თქვა, ხო? ამიტომ დააკვირდით საკუთარ თავს, რაზე ფიქრობთ პირველი, რა ინტენსივობით ფიქრობთ, რომელია თქვენში პრიორიტეტული ფიქრი და შემდგომში დააკვირდით, აი ეს ფიქრი როგორ რეალიზდება თქვენ სამყაროში. და ესე უკვე ნელ-ნელა ადამიანი ხდება და აცნობიერებს, როგორ მიდის თავისი ენერგიები, ნეგატიურისკენ მიდის თუ პოზიტიურისკენ. და პირველი ეტაპი ყოველთვის არის მნიშვნელოვანი გაცნობიერება რაღაცის, იმიტომ რომ ეს გაცნობიერება უკვე გირთავს იმის პროცესს, რომ მთელი შენი ორგანიზმი მოტივირდეს, რომ აი ამ რაღაცა თუ ეს გაცნობიერება არის მაგალითად ის რომ ჩემი ენერგიები მიდის ნეგატიურისკენ, პირიქით შევცვალო და გავაპოზიტიურო ჩემი ცხოვრება. ანუ ჩემი ცხოვრების ხარისხი გავზარდო, მოდი ესე ვთქვათ და ჩემი ურთიერთობები უფრო ხარისხიანი იყოს, უფრო სიღრმისეული იყოს, ჩემი ცხოვრება უფრო სიღრმისეული იყოს, ხო? და უფრო რაღაცა ნიშნულობა კონდეს, მოდი ესე რა ვთქვათ, ხო? და უკვე იწყებ აქტივობებით ისეთი რაღაცების კეთებას, რაც მიგაახლოვებს შენ იმისთვის, რომ უბრალოდ იცხოვრო საკუთარი განცდებით, საკუთარი ფიქრებით, მაგრამ ისე რომ მიღებული გქონდეს შენი ცხოვრებაც და საკუთარი თავიც. ამიტომ დღეს ესე ვთქვათ დღევანდელი ლაივის დასასრულს გიტოვებთ ესეთ კითხვას, რაზე ხართ კონცენტრირებულები თქვენ? საით მიდის თქვენი ცხოვრებისეული ენერგიები? რამდენად მოგწონთ და გსიამოვნებთ ეს ყველაფერი? რა განცდებს იწვევს ეს ყველაფერი თქვენში? გიხარიათ, გწყინთ, არ მოგწონთ, გაღიზიანებთ? რა არის ერთი სიტყვით ის მთავარი, რაც ჭამს ან რისკენად მიედინება თქვენი ენერგიები და ამის შემდეგ ანუ ძალიან კარგი იქნება თუ ამაზე დაფიქრდებით, იფიქრებთ და შემდეგ ლაივზე დიდი სიამოვნებით მოვისმენ თქვენს გაზიარებებს დღევანდელ თემასთან დაკავშირებით. კიდევ ერთხელ ძალიან დიდი მადლობა რომ ჩემთან ერთად იყავით. ვისაც შეკითხვები გექნებათ, შეიძლება არ არის გამორიცხული რომ მე ამ საუბრის განმავლობაში გამომრჩეს ვინმეს შეკითხვა, შემდგომში აუცილებლად გადავხედავ მე ამ კითხვებს და შემდეგ ლაივისთვის პასუხს აუცილებლად ვაფრენ, ესე ვთქვათ. შესაბამისად, თუ აი როდესაც ეს ლაივი უკვე ვიდეოდ დაიდება, თუ თქვენ გექნებათ კიდევ რაიმე კითხვები ამ მოცემულ საკითხთან დაკავშირებით, თამამად შეგიძლიათ დატოვოთ კითხვები და მე აუცილებლად ვეცდები რომ პასუხები დაგახვედროთ შემდეგი ლაივისთვის. კიდევ ერთხელ მადლობა, თავს გაუფრთხილდით და მშვიდობიან საღამოს გისურვებთ. კარგად.